წარმოიდგინე ასეთი რამ, გინდა პორტფოლიო, გინდა ლენდინგ პეიჯი, ან პატარა ბიზნეს საიტი და შეგიძლია ეს ყველაფერი აწყო ძალიან სწრაფად კოდის გარეშე, დეველოპერის გარეშე, მხოლოდ შენით. ხო ძალიან კარგად ჟღერს. ზუსტად ამაზეა დღევანდელი ვიდეო. იცი ის მომენტი, როცა Figma-ში ლამაზ დიზაინს აკეთებ, მაგრამ ბოლოს ის მაინც უბრალოდ დიზაინად რჩება. სურათად არ იხსნება როგორც საიტი, არ არის ცოცხალი, ვერავის გაუგზავნი ისე რომ რეალურად გამოიყენოს. ფრეიმერი სწორად აქ შემოდის. დღეს ძალიან მარტივად აგიხსნი რა არის ფრეიმერი, რატომ არის ასეთი პოპულარული და როგორ შეიძლება შენი დიზაინი რეალურ ვებსაიტად აქციო ისე რომ კოდის წერა არ დაგჭირდეს. ეს არის ფრეიმერი. მოგესალმებით მეგობრებო. თუ არ ხსადევნებ თვალს ალბათ გახსოვს ჩემი დაპირება. ვთქვი რომ როგორც კი 500 გამომწერს გადავწდებოდი ფრეიმერის სერიას დავიწყებდი. და აი დავიწყეთ. უკვე 500-ზე მეტი ვართ და დიდი მადლობა რომ აქ ხარ. მიყურებ და მენდობი. მართლა მახარებს ეს ამბავი. ეს არის ფრეიმერის სერიის პირველი ვიდეო. დღეს არ შევართ ძალიან ტექნიკურ დეტალებში. ჯერ უბრალოდ გავიგებთ რა არის ფრეიმერი, რატომ უნდა გაინტერესდეს თუ დიზაინერი ხარ. რა კავშირი აქვს მას Figma-სთან და რა როლს თამაშობს AI ამ ყველაფერში. მოდი ნელ-ნელა მივყვეთ. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრეიმერი არის ხელსაწყო, სადაც საიტს ისე აწყობ, როგორც Figma-ში დიზაინს აკეთებ. აღონდა ერთი დიდი განსხვავებით. ფრეიმერში რასაც აწყობ, ის უბრალოდ მაკეტი არ არის. ის არის უკვე ნამდვილი ვებსაიტი. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიგოთ. ნებისმიერი საიტი, რომელსაც ინტერნეტში ხედავ, სინამდვილეში შედგება ერთმანეთში ჩალაგებული ყუთებისგან. ტექსტი ერთ ყუთშია, სურათი მეორეში, ღილაკი მესამეში, სექციები კიდევ უფრო დიდ ყუთებშია ჩალაგებული. ფრეიმერში ამ ყუთებს ფრეიმს ჰქვია. აქედან მოდის სახელიც ფრეიმერი. ანუ როცა ფრეიმერში ტილოზე რაღაცას ააწყობ, ეს უბრალოდ ლამაზი სურათი არ არის. ეს უკვე საიტის სტრუქტურა. და როცა მზად ხარ შეგიძლია დააჭირო publish, მიიღო ლინკი და სხვას გაუგზავნო. აი ეს არის მთავარი მაგია. შენ აკეთებ დიზაინს, მაგრამ ბოლოს იღებ არა სურათს, არამედ რეალურ საიტს. ახლა კარგი ამბავი მათვის, ვინც Figma-ს იყენებს. თუ Figma იცი ფრეიმერში თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობ. ინტერფეისი საკმაოდ ნაცნობია, შუაში გაქვს ტილო, მარცხნივ გაქვს გვერდები და ლეიერები, მარჯვნივ გაქვს პროფერტის პანელი. ანუ ინტერფეისი ძალიან გავს Figma-ს, მაგრამ განსხვავება მაინც დიდია. Figma-ში ძირითადად სტატიკურ დიზაინს აკეთებ, ფრეიმერში კი თავიდანვე ფიქრობ ვებსაიტზე. ანუ მხოლოდ ის კი არ გაინტერესებს ლამაზად გამოიყურება თუ არა დიზაინი, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორ მოიქცევა ეს დიზაინი სხვადასხვა ეკრანებზე, როგორ გამოჩნდება დესკტოპზე, როგორ გამოჩნდება პლანშეტზე, როგორ გამოჩნდება ტელეფონზე. მაგალითად, თუ Figma-ში auto layout-ს იყენებ, ფრეიმერში ანალოგიურ რამ არის სტაკები. სტაკს გეხმარება ელემენტების დალაგებაში, აკონტროლებ დაშორებებს, მიმართულებას, გასწორებას და დიზაინი უფრო სუფთად გეწყობა. და კიდევ ერთი ძალიან კომფორტული რამ, არსებობს Figma to Framer პლაგინი. მისი დახმარებით შეგიძლია დიზაინი Figma-დან პირდაპირ ფრეიმერში გადაიტანო. ანუ თავიდან ყველაფერს აწყობა არ გიწევს. რაც Figma-ში უკვე გააკეთე, შეგიძლია ფრეიმერში გადაიტანო და იქ გააცოცხლო. მოკლედ Figma-ში დაგროვილი ცოდნა არ იკარგება, უბრალოდ შემდეგ ეტაპზე გადადის. ახლა ალბათ იკითხავ, კარგი, მაგრამ როგორ ვაკეთებ ისე რომ საიტი ტელეფონზეც კარგად ჩანდეს და დესკტოპზეც. ამ ვიდეოში ძალიან ღრმად არ შევართ, რადგან ამას ცალკე ეპიზოდში გავივლით, მაგრამ იდეა მარტივია. ფიქსირებული ზომების ნაცვლად ხშირად ვიყენებთ პროცენტებს. მაგალითად, ელემენტებს მივცემთ 500 პიქსელს, ის ყოველთვის 500 პიქსელი იქნება. მაგრამ თუ ვეტყვით, რომ სიგანე იყოს 100%, მაშინ ეკრანის ზომას მოერგება. დიდ ეკრანზე გაიზრდება, პატარა ეკრანზე შემცირდება. უკეთესი მიდგომაა breakpoint-ები. breakpoints გაძლევს საშუალებას ერთი და იგივე გვერდი სხვადასხვა გვარად დაალაგოს სხვადასხვა ეკრანებისთვის. ცალკე დესკტოპი, ცალკე ტაბლეტი, ცალკე ტელეფონი. თუ ეხლა ცოტა ბევრი მოგეჩვენა, არა უშავს, ამ ყველაფერს ნელ-ნელა გავივლით. ამ ეტაპზე მთავარია გაიგო ერთი რამ. ფრეიმერში შეგიძლია აწყო საიტი, რომელიც მხოლოდ ერთ დესკტოპზე კი არა, ყველა რეზოლუციაზე იქნება მორგებული. აქამდე ვამბობდი, რომ ფრეიმერი Figma-ს გავს. ახლა ვნახოთ რით განსხვავდება. პირველი, ნამდვილი hover ეფექტები. Figma-ში hover შეიძლება პროტოტიპში აჩვენებდე, მაგრამ ფრეიმერში ეს უკვე რეალურად მუშაობს. მაგალითად, ღილაკზე მიიტან მაუსს და ფერი იცვლება. ეს ეფექტი საიტზე ზუსტად ასე იმუშავებს. ერთხელ აწყობ და მერე მთელ საიტზე იყენებ. მეორე, ანიმაციები კოდის გარეშე. ნებისმიერ ელემენტს შეგიძლია დაამატო ანიმაცია. ტექსტი ნელა გამოჩნდეს, სურათის მუზა შემოვიდეს, ღილაკი ამოძრავდეს და ეს ყველაფერი რამდენიმე კლიკით გეცდება. და მესამე CMS. CMS-ი შეგიძლია წარმოიდგინო როგორც პატარა მონაცემთა ბაზა შენ საიტზე. მაგალითად, თუ გაქვს პორტფოლიო, ბლოგი,
кейსები ან პროექტის სია. არ გჭირდება თითოეული გვერდის ხელით აწყობა. ერთხელ აწყობ დიზაინს, შემდეგ ამატებ შიგ თავს CMS-ში და ფრეიმერი ავტომატურად აჩვენებს ამ ყველაფერს საიტზე. თუ დიზაინს შეცვლილ, ცვლილება ყველა შესაბამის გვერდზე გავრცელდება. ეს ძალიან დიდ დროს გავს. ახლა აუცილებლად უნდა ვახსენოთ AI-ს. ბოლო პერიოდში AI ძალიან აქტიურად შემოვიდა ყველაფერში. დიზაინში, ტექსტებში, ვებგვერდებში, კოდში და აბსოლუტურად ყველგან. და შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, თუ AI-ს შეუძლია საიტის აწყობა, ფრეიმერი რაღაცში მჭირდება. სამართლიანი კითხვაა. კი, დღეს AI-ს შეგიძლია საიტის იდეა დააგენერირო. შეგიძლია ტექსტები დაწერო, შეგიძლია სტრუქტურა მოაფიქრებინო, ზოგჯერ მთლიანად ვერდსაც დააგენერირებინებ. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. AI-ს კარგი შედეგი რომ მიაღებინო, უნდა იცოდე რას სთხოვ, უნდა იცოდე სწორი პრომპტის წერა, უნდა იცოდე რა სტრუქტურა გჭირდება, უნდა იცოდე როგორი ვიზუალური მიმართულება გინდა, უნდა იპოვოს სწორი სურათები, ტექსტები და რესურსები. როგორც უნდა მიხვდე რა არის კარგი და რა არა. ანუ AI ჯადოსნური ღილაკი არ არის. AI არის ასისტენტი, ძალიან ძლიერი ასისტენტი, მაგრამ მაინც ასისტენტი. და აქ ფრეიმერი ძალიან კარგად ჩდება. ფრეიმერი არის ადგილი, სადაც ამ იდეებს რეალურ საიტად აქცევ. აქ აკონტროლებ დიზაინს, რესპონსიულობას, ანიმაციებს, კომპონენტებს, CMS, გვერდებს და ბოლოს publish-საც. ამიტომ AI ფრეიმერს საფრთხეს არ უქმნის, პირიქით კიდევ უფრო ძლიერ ხელსაწყოდ აქცევს. AI დაგეხმარება დაწყებაში, ფრეიმერი გაძლევს კონტროლს და რეალურ შედეგს. და ყველაზე კარგი ის არის, რომ ფრეიმერშიც უკვე გვაქვს AI. შეგიძლია პირდაპირ ფრეიმერში დაწერო როგორი საიტი გინდა. მაგალითად, მინდა პორტფოლიო პროდუქტ დიზაინერისთვის, მუქ ფერებში. და რამდენიმე წუთში ფრეიმერი დაგიგენერირებს საწყის ვერსიას, სექციებით, ფერებით, ტექსტებით და რესპონსიული სტრუქტურით. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი ყოველთვის იდეალური არ იქნება, მაგრამ ძალიან კარგ საწყის წერტილს გაძლევს. სერიალი გვერდიდან დაწყება ხშირად ყველაზე რთულია. AI კი ამ პირველ ნაბიჯებს გვიმარტივებს. მერე უკვე შენ შედიხარ და ასწორებ. შენ არჩევ ფერებს, შენ ასწორებ spacing, შენ ცვლი ტექსტს, შენ აწყობ დეტალებს, შენ აძლევ გემოვნებას. AI გაძლევს პირველ ვერსიას, შენ აქცევ მას კარგი დიზაინად. და აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა. ფრეიმერი ძალიან მაგარი ხელსაწყოა, AI-ც ძალიან მაგარია, მაგრამ კარგი დიზაინი მხოლოდ ხელსაწყოს ცოდნა არ არის. ბოლოს მაინც შენ უნდა იცოდე ვისთვის ქმნი პროდუქტს, რა პრობლემას აგვარებ, როგორი flow სჭირდება მომხმარებელს და რატომ იღებ ამა თუ იმ დიზაინ გადაწყვეტილებას. და აი ზუსტად აქ იწყება product thinking-ი. თუ გინდა ისწავლო არა უბრალოდ ლამაზი UI-ს აწყობა, არამედ პროდუქტის დიზაინი რეალური პროცესებით, research-დან პროტოტიპამდე, UX ლოგიკები, user flow-ები, design system-ით, Figma, workflow და AI თურსების სწორად გამოყენებით, ამისთვის გვაქვს საჩემო აკადემიის კურსი. ეს არის ერთთვიანი პრაქტიკული კურსი, სადაც ვსწავლობთ როგორ ფიქრობს product designer-ი რეალურ გარემოში და როგორ აქცევს იდეას გასაგებ გამოყენებლად პროტოტიპად. თუ გაინტერესებს, შედი საჩემო აკადემიაზე. ლინკს აღწერაში დაგიტოვებ. ახლა კი დაუბრუნდეთ ფრეიმერს. ახლა გულწრფელად ვთქვათ. ფრეიმერი ძალიან კარგია პორტფოლიოებისთვის, ლენდინგ პეიჯებისთვის, მარკეტინგული საიტებისთვის და პატარა ბიზნეს საიტებისთვის. თუ გინდა ლამაზი, სწრაფი და მარტივი სამართავი საიტი, ფრეიმერი ძალიან ძლიერი არჩევანია. მაგრამ თუ აკეთებ რთულ ვებ აპლიკაციას, სადაც არის ბევრი მომხმარებელი, რთული ლოგიკა, გადახდები, მონაცემთა დიდი სისტემა და ბექენდი, იქ უკვე სხვა ხელსაწყოებიც დაგჭირდება და დეველოპერიც. ანუ ფრეიმერი ყველაფრისთვის არ არის. მაგრამ იმ ტიპის საიტებისთვის, რაც დიზაინერს ხშირად სჭირდება, ფრეიმერი ძალიან პრაქტიკული და ძლიერი ხელსაწყოა. მოკლედ, ფრეიმერი არის ხელსაწყო, რომელიც გეხმარება დიზაინი რეალურ საიტად აქციო. თუ Figma იცი, ფრეიმერის სწავლა ბევრად მარტივი იქნება. და თუ გინდა რომ მხოლოდ დიზაინის გაკეთება კი არა, მისი რეალური გაშვება შეგეძლოს, ეს სერია ზუსტად ჩვენთვისაა. ეს იყო პირველი ვიდეო, მარტივი მიმოხილვა. შემდეგ ვიდეოებში უკვე პრაქტიკაზე გადავართ. ნელ-ნელა გავივლით ფრეიმერის ინტერფეისს, ელემენტებს, სტრუქტურას, რესპონსიულობას, კომპონენტებს, ინტერაქციებს, ანიმაციებს და ბოლოს სრულ გვერდსაც ავაწყობთ. ანუ ყველაფერი იქნება ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად, ზედმეტი გართულებების გარეშე. თუ ვიდეო მოგეწონა, დააჭირე ლაიქს. ეს ძალიან მეხმარება და თუ ჯერ არ გამოგიწერია არხი, გამოიწერო რომ ფრეიმერის შემდეგი ვიდეოები არ გამოგჩეს. დამიწერე კომენტარებში ფრეიმერის რომელი ნაწილი გაინტერესებს ყველაზე მეტად, ან რა არის შენთვის ყველაზე ბუნდოვანი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. დროებით. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია.